მებით გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ანტიქართული ოცნება ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. მიმართავ ქართულ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ კრიმინალური პოლიცია, ძალოვანი უწყებები ძალადობენ თქვენ შვილებზე. მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე უსწორდებიან პერიოდულად თქვენ შვილებს, ძალადობენ და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან. ის იშვიათი შემთხვევა, როცა მსხვერპლს გაუმართლა და ამ სამშენებლო მოედანთან, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძალადეს, რეალურად აწამეს, მათ უბრალოდ გაუმართლათ, რომ მიმდებარე კორპუსში ცხოვრობდა ჟურნალისტი, რომელმაც შეძლო ამ კადრების გადაღება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი შვილები, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები არიან დაუცველი ანტიქართული ოცნების ძალოვანი უწყებების წინაშე. გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანტიქართული ოცნება ვერ იაზრებს იმას, რომ ის სისტემური ძალადობა, რომელსაც ის ქმნის, ძალიან მძიმედ დაუბრუნდება, მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობებით. ანტიქართული ოცნება აგრძელებს ძალადობას მსხვერპლზე, აგრძელებს პროპაგანდის წარმოებას მსხვერპლზე, აგრძელებს ოჯახის წევრების დაშინებას, რაც გამოხატულია ერთი პირველად კომენტარში და შემდეგ გაკეთებულ საჯარო კომენტარებში და გამოსვლებში. ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის დისკრიმინაციის მცდელობას, პარალელურად წაყენებულ ბრალს, როცა ადამიანს აწამებენ სამშენებლო მოედანზე 10-ზე მეტი პოლიციელი, მაგრამ პარალელურად უყენებენ ბრალს ისევ და ისევ მსხვერპლს. რაც სრულიად გაუგებარი სამართლებრივი ნონსენსია. ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის ტირანია, სადაც ავტოკრატი და ავტორიტარი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. დღეს მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობს დამნაშავეებს? რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე, მაშინ როცა 10-ზე მეტი პოლიციელი ძალადობდა ორ მოქალაქეზე? რატომ არ ისმის კითხვა მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც უყურებდა დანაშაულს და არაფერი მოიმოქმედა იმისთვის, რომ ეს დანაშაული აღეკვეთა? რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის ჯგუფური ძალადობისა და წამების მუხლებით? ასევე ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დანაშაული ჩაიდინება როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. იქ მყოფმა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც უყურებდნენ წამებას საქართველოს მოქალაქეებისა და არაფერი გააკეთეს ამ დანაშაულის აღსაკვეთად, ისინი არიან პასუხისმგებლები დანაშაულზე, უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურამ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობს, მიმდინარეობს თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება. ყველა პოლიციელის ქმედებას მიეცეს ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება. დადგეს როგორც უშუალო დამნაშავეების, შემსრულებლების, ისევე მათი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. რათა ცხადია, რომ ეს არ არის ინდივიდუალური გადაცდომა, ეს არის სისტემური პოლიტიკა, რასაც ივანიშვილი და ანტიქართული ოცნება აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყდეს მსხვერპლის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტური კამპანია. შეწყდეს ძალადობა და ზეწოლა ოჯახის წევრებზე, რომელთა შეცვლილი კომენტარების და განცხადებებით ცხადად ადასტურებს ამ ზეწოლას ანტიქართული ოცნების მხრიდან. ირაკლი კობახიძე და მისი სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. უნდა ითქვას ასევე, უმძიმესი განცხადება იყო დეპუტატ წულუკიანის მხრიდან, რომელმაც ღიად განაცხადა და ყველამ ზუსტად ასე გავიგეთ, რასაც გულისხმობდა ქალბატონი წულუკიანი. ეს იყო, რომ ჩაიდინეთ დანაშაული ისე, რომ ვერავინ ამის შესახებ ვერაფერი ვერ გაიგოს. დევნეთ, აწამეთ საქართველოს მოქალაქეები ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერ გაიგოს. წულუკიანი არ წუხს რეალურად იმ წამებაზე, რაც კადრებში ნახა საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ წუხს იმის შესახებ, რომ თურმე ვინმე სალაპარაკო მიეცა ამის გამო. და მივმართავ ქალბატონ წულუკიანს და ანტიქართულ ოცნებას. თუ გგონიათ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ქუჩაში გვდევნონ, გვაწამონ, დაგვიჭირონ, აქეთ წაგვიყენონ, შემდეგ ბრალი უბრალოდ იმისთვის, რომ სალაპარაკო მოგვეცოს, ეს არის სიბეცე და ტყუილი ანტიქართული ოცნების მხრიდან. ყველას ესმის, რომ ანტიქართული ოცნება იქცა სისტემური ძალადობის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არ ემსახურება ქართულ ხალხს. ქართულ ხალხს მოემსახურება ახალი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც შექმნის სამართლებრივ და სამართლიან სახელმწიფოს.
კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვახსოვდეს საქართველოს მოქალაქეებს, მშობლებს, რომ თქვენი შვილები არიან დაუცველი ანტიქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ. თქვენს შვილებს სცემენ და აწამებენ მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე, შემოღობილ სანაგვეებზე, მაგრამ მათ შეიძლება არ უმართლებთ და არ აღმოჩნდნენ ადგილზე, სადღაც მიმდებარე კორპუსში ჟურნალისტები, რომლებიც შეძლებენ ამ კადრების გადაღებას და გამოქვეყნებას. დღეს საქართველო და ქართველი ახალგაზრდობა არის ხიფათში ანტიქართული ძალადობრივი რეჟიმის პირობებში. ჩვენი მიზანია ის, რომ ანტიქართული ოცნება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და შევქმნათ სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო.